წმინდა პატრიარქი ნიკოლოზ მერვე. ავგიორგით იქ ცნობილსა მეფე ალექსანდრეს ამ ძეს არ სურდა ქართლს მშვიდობითა მოეგვარებინა საქმე. ბევრჯერ მომხრე წრესთან ერთად ვითარ მამის ურჩსა ვაჟსა ძმის მეტოქეთ შემრაცხველსა ულაშქრია თურმე ქართლსა. ბოლო მოჰკლავს მამას. დემეტრეს თვით ძმას ხელითა უღმრთოთ ამოსთხრის წყვილ თვალსა გააძევებს კახეთიდან და რჩება ამ ისტორიით სულ მდაბალ უმსგავსო კაცის სახელით ავგიორგით ის დაჩვენს გულში ლაქად არის. და ლეონ პირველსა მის ძეს მამის სიკვდილისა მერე მალავენ ოჩანის ციხეს შემდგომ აკურთხებენ მეფედ. ლეონ მეფე კახეთისა დაამარცხებს მეფეს ქართლის დავით მიათეს შეჭრისას და შეთანხმდებიან ზავით, რაშიც ძირითადი წვლილი მიუძღვის მამია პირველს და პოლიტიკური მიზნით ლეონს ცოლად ასულს მისცემს. ირანის წინ ლეონ მეფემ ვასალობაც აღიარა. მტრისგან უვნებლობას შესძლებს, როს ჟლეტდნენ ქართლს დიდ პატარას. რუსეთთან სიბრძნეს იხმარებს, შესძლებს პოლიტიკურ კავშირს, უგზავნის ივან მრისხანე ჯარს და ეხმარება ამით. მეორე ცოლად შეირთავს ასულს დაღესტნის შამხალის, რითაც ის კახეთს დაიცავს ბრძოლისგან ლეკთა თავდასხმის. გააძლიერა ქვეყანა, ეკლესია ააშენა, მთავარ ანგელოზის გრემსა სათანადოდ დაამშვენა. დავით მიათესთან ზავით კახეთი ეყოფა ქართლსა. ბევრი რამ იცვლება ამით, კახეთი სულ ხორცით გადგა. კახეთის ეკლესია